საქართველოს ამერიკის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით თბილისში შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მეთიუ მიურეი ხელმძღვანელობს. წარმომადგენლობით დელეგაციას, რომელიც შემადგენლობაში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შედიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მხარებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს. სავაჭრო მისიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ვესაუბრეთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე. ძალიან საინტერესო კომპანიები არიან ჩამოსული და ისინი ძალიან დიდი ინტერესით ეცნობიან ყველაფერს. ვფიქრობ, რომ შედეგი საკმაოდ პოზიტიურია, ვინაიდან ბევრმა მათგანმა უკვე შემდგომი შეხვედრებიც კი დანიშნა საქართველოში. ასე რომ ვფიქრობ, რომ ამ მისიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მისიას მთლიანად ამერიკის მთავრობაში მეტი ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმ რეფორმების შესახებ, რასაც საქართველო ატარებს თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების ქვეშ, ანუ ევროპასთან DCFTA-ის კუთხით. ვინაიდან ჩვენ მოგესალმებათ, რომ გსურს ამერიკასთან სავაჭრო დიალოგი გავაგრძელოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ ამ კუთხითაც ამ სავაჭრო მისიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.